ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 30 დღეა შიმშილობს, მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკა ვივამედში რჩება. როგორც ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და კლინიკაში დარჩენას დათანხმდა. ჟურნალისტი, რომელიც სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა ვივამედში 4 თებერვლიდან იმყოფება, შიმშილობის შეწყვეტას არაპირებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი არის უცვლელი. საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს ქალბატონი, თუმცა მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს ამ შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა, იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. ზოგადად რაც არის დამახასიათებელი. ამიტომ დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად ჩვენ შევხვდით კიდევ პაციენტს, აუხსენით მისი მდგომარეობა, აუხსენით მონიტორინგის აუცილებლობა და იმ მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რაც უკავშირდება ზოგადად ამდენი დღის შიმშილობას. უნდა გითხრათ, რომ ქალბატონი საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქონს ამას ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ქართული ოცნების პოლიციამ 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სილის გაწვნის გამო ადამიანის 7 წლით ციხეში გაშვება არაადეკვატურია. საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების შეფასებით, ქართული ოცნება მზია ამაღლობელს ჟურნალისტური საქმიანობის გამოსჯის.